გადავხოს count-ზე, ამის საფუძველი გავაკეთოთ ng და u-ები არის count-ზე და u-ე. ახლა არის count-ზე და ითვლის კუპიურებს ვერ არჩევს ითვლის რაოდენობას. ახლა ვერ არჩევს ერთმანეთს და უბრალოდ რაოდენობას ითვლის. პლუს ამასაც ორი დამატებითი ფუნქცია, ერთი არის read, ეთხილას მოვაწვევით, ამის შემდეგ გაითვლის შემდეგ ჩადებას და ამოწევს jumps და ამის გარდა აქვს paths ფუნქცია, ეგრეთ წოდებული ეს ითვლის კონკრეტულ რაოდენობებს ვაწვევით. შეგვიძლია თავდადე ასწავლოთ და ერთი პირდაპირ დახლა, მეორე დაჯამება და მესამე კონკრეტული რაოდენობების დახლა. ძალიან განსაკუთრებია კიდევ ერთხელ ეს მოწყობილობა ვერ არჩევს კუპიურებს, ითვლის უბრალოდ რაოდენობას.